მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ნავთობის მოხმარებით პირველ ადგილზეა, ის ნავთობის რეზერვების მქონე ქვეყნების ათეულშიც ვერ შედის. მაგალითად, მის მეტოქე შეერთებულ შტატებს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრატეგიული ნავთობის რეზერვი აქვს მსოფლიოში. 100 მილიონი ბარელი, რასაც თეორიულად რამდენიმე თვის იმპორტის ჩანაცვლება შეუძლია. ჩინეთიც ცდილობს მსგავსი რეზერვის შექმნას. გავრცელებული ცნობებით, ჩინეთი ნავთობის იმპორტს ზრდის მაშინ, როცა ნავთობის ფასები დაბალია და ამ ნავთობის ნაწილს გიგანტურ საცავებში ინახავს. შედეგად, ჩინეთს აქვს ნედლი ნავთობის უზარმაზარი მარაგი, რომელსაც ის გაჭირვების ჟამს გამოიყენებს. მაგალითად, მაშინ, თუ შეერთებული შტატები მისი ნავთობის საზღვაო იმპორტის გზების გადაკეტვა შეეცდება. ჩინეთს აქვს კიდევ ერთი გრძელვადიანი სტრატეგია. 2019 წელს ჩინეთის ეროვნულმა ნავთობის კომპანიებმა პირველად წარადგინეს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მოპოვების 7 წლიანი გეგმა. ამ საქმეში კი ათობით მილიარდი დოლარი ჩაიდო, რაც მნიშვნელოვანი დეტალია. ცნობილია, რომ ჩინური ნავთობის მოპოვება ტექნიკურად რთული ამოცანაა, რადგან ნავთობის კერები ძალიან ღრმად მდებარეობს. კომპანია PetroChinam, ქვეყნის უდიდესმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ 2024 წელს 38 მილიარდი დოლარი დახარჯა ახალი ინფრასტრუქტურის შესყიდვებისა და აღმოჩენებისათვის. ეს თანხა კი იმაზე მეტია, ვიდრე ამერიკულმა ExxonMobilმა და Chevronმა ერთობლივად დახარჯეს. PetroChina ზოგ შემთხვევაში აკეთებს ჭაბურღილებს უფრო ღრმად, ვიდრე ევერესტის სიმაღლეა. ჩინეთის ეროვნული ოფშორული ნავთობის კომპანიამ, რომელიც ასევე სახელმწიფო კომპანიაა, 2025 წელს გაზაფხულზე აღმოაჩინა მსხვილი ნავთობსაბადო სამხრეთ ჩინეთის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლის დადასტურებული მარაგი 100 მილიონ ტონას აღემატება. ეს კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც სამხრეთ ჩინეთის ზღვის სტრატეგიულობას განსაზღვრავს. 2018 წლიდან მოყოლებული აშკარად ჩანს შიდა ნავთობწარმოების ზრდა ჩინეთში, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ქვეყნის მთლიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მაგრამ ეს მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია საზღვაო იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისაკენ. ცხადია, რომ ჩინეთს სჭირდება ნავთობი და კვლავაც დასჭირდება დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩინეთის თავდაპირველი მძლავრი მოთხოვნა ნავთობზე ბოლო პერიოდში შესუსტებულია, რაც ნაწილობრივ მისი გადამუშავებადი ენერგიის წარმოებითაა განპირობებული.